მოგესალმებით. Ტელეკომპანია ობიექტივი აგრძელებს თავის მაუწყებლობას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აი ამ გადაცემას დაუთმობთ კვლავ განათლების საკითხებს. დღეს სტუდიაში ვიმუშავებ მე, დავით არხანმოურავი, ჩემთან ერთად იქნება ოთარ შონია. ეს არის კაცი, რომელსაც მთელი თავის ცხოვრება გაატარა ტექნიკურ უნივერსიტეტის ფარგლებში, ადამიანი, რომელთვისაც მეცნიერება და განათლება უბრალოდ სიტყვები კი არა, ეს არის კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ საქმეშია ჩართული. ჩვენ ცოტა ხანი სტუდიაში შემოგვიერთდება ვაჟა ოთარაშვილი და მაანა ნიკოლაიშვილი, ყველა ამ ხალხს ძალიან დიდი გამოცდილება განათლების სისტემაში მუშაობისა, ანუ ჩვენ ვიცით რა არის განათლების სისტემა, როგორ ფუნქციონირებს ის, ჩვენ არა ვართ ხალხი, რომელსაც უბრალოდ რაღაცა გაგონილი აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენი მიზანი არის სწორედ ის, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ რაოდენ დამღუპველი არის ჩვენი საზრით და დანამდვილებით ამას ჩვენ დავინახავთ, თუ ეს მოხდა ის ვითომ რეფორმა, რომელსაც გვთავაზობს ჩვენ ახლა განათლების სამინისტრო, უпростоრეთ ეს ხელისუფლება. დღეს სხვათა შორის ძალიან გასაოცარი კომენტარი გააკეთა ქალბატონმა ნინო წილოსანმა, ეს გახლავთ ვიცე-სპიკერი პარლამენტის, თუ არ ვცდები უკვე მეორედ არის დეპუტატი და ქალბატონ ნინო ეთყობა ძალიან ღრმად არის ჩახედული განათლების საკითხებში და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მისი აზრით ასეთი ამ უნივერსიტეტების გაერთიანება კი არ არის, ეს არის მიერთება, მისი აზრით, ესე იგი, თუ ტექნიკური უნივერსიტეტი მიუერთდება თბილისის უნივერსიტეტს, ეს სტუდენტებისთვის ძალიან სიხარულო უნდა იყოს, იმიტომ რომ პრესტიჟი თურმე უფრო მაღალი იქნება, ანუ ესე იგი ქალბატონ ნინოს აზრით, თბილისის უნივერსიტეტი ბევრად უფრო მაღალი და ბევრად უფრო პრესტიჟული უნივერსიტეტი ყოფილა, ვიდრე ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ კარგად ესმის რა არის განათლების სისტემა ქალბატონ ნინოს. საერთოდ ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ მე ვამბობ უბრალოდ ამას, რომ ჩვენი ქვეყანა აშენებს ფეოდალურ სახელმწიფოს. ჩვენ ვქნით, კი არ ვქნით, უკვე შევქმნით ფეოდალური სისტემა, ჩვენ გვყავს ხელმწიფე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიშნავს პრემიერ-ვეზირს, დანიშნა უკვე, ეს არის ბატონი კობახიძე და ვეზირები ყავს ბევრი, ყველა დეპუტატის, ყველა თუ არა უმეტესობა ვეზირია, მათ შორის ქალბატონ ნინოც და ეს ვეზირები, მიუხედავად იმისა, ჩახედული არიან ამ საკითხში თუ არ არიან ჩახედული, ყველაფერზე აკეთებენ თავის კომენტარებს და მე სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის დეპუტატების დიდი ნაწილი საერთოდ არ არის არა მარტო მეცნიერებასთან არავითარ შეხებაში. თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ, იმიტომ რომ არ ამგონია კარგად ესმოდეთ რა არის პარლამენტი, როგორ უნდა მუშაობდეს ის, რა ფუნქციებს უნდა ასრულებდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებშიც არ არიან კარგად გათვითცნობიერებული. მე მინდა ვთქვა, რომ ვურჩევდი ქალბატონ ნინო წილოსანს, როგორ ფასდება საერთოდ ამა თუ იმ უნივერსიტეტის პრესტიჟი, როგორ ფასდება ამა თუ იმ უნივერსიტეტმა რა წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში ძალიან მარტივად. ის მეცნიერები, დიდი მეცნიერები, დამსახურებული მოღვაწენი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, რომელიც ამ უნივერსიტეტმა აღზარდა. და მინდა უთხრა ქალბატონ ნინოს, რომ დაინტერესდეს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი მეცნიერებისა, სახელმწიფო მოღვაწეების სიით და ის აღმოაჩენს, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მთელი არმია მისცა გამოჩენილი ხალხისა, საზოგადო მოღვაწეებისა და მეცნიერებისა საქართველოს. და მაშინ მე ვფიქრობ, მისი მოსაზრებანი შეიცვლება იმის თაობაზე, რა არის უფრო პრესტიჟული და საერთოდ პრესტიჟულია თუ არა ამ ინსტიტუტის იმ ინსტიტუტთან შეერთება ან მიერთება. საერთოდ უნდა უთხრა ქალბატონ ნინოს და ზოგადად ჩვენი პარლამენტის წევრებს, რომ დეპუტატის ფუნქცია არ არის ბრმად დაუჭიროს ხარი ყველაფერს, რასაც იტყვის პრემიერ-ვეზირი ბატონი კობახიძე. ეს არ არის დეპუტატის ფუნქცია და საერთოდ მეორე კიდე, როცა რაღაც არ იცი, ჯობია საერთოდ არაფერი არ თქვა. და როცა კომენტარს ადამიანი აკეთებს, წარმოდგენა მაინც უნდა ქონდეს იმ საკითხებზე, რომელზეც ის საუბრობს. თან შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ? ერთ-ერთ წინა გადაცემაში მე ვთქვი, რომ მაგალითად
აი ქოლგასავით გაიშალა კოსმოსში ანტენა კოსმოსური ასეთი ტიპის ანტენები ემსახურება მზის ენერგიის კონცენტრაციას, ასეთი ტიპის ანტენები ემსახურება ბალისტიკური რაკეტების გაშვების დროულ დაფიქსირებას, წყალქვეშა ნავების მოძრაობას, ეს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაკეთდა და არა თბილისის უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს ისე უბრალოდ ვეუბნები ქალბატონ ნინოსთან. შემიძლია ჩამოვთვალო სიასაც კი გავაკეთებთ რომელიმე გადაცემაში, ალბათ ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისა, რომლებიც ამა თუ იმ სპეციალობებში გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, ან ვერცხლის პრიზიორები, ან ბრინჯაოსის მეცნიერები, რა აღმოჩენები გაკეთდა და ქალბატონი წილოსანი აღმოაჩენს, რომ წარმოდგენა არა აქვს იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობს, ამიტომ მოუწოდებ თავი შეიკავოს. ჩვენ შემოგვიერთდა ქალბატონი მანანაც. თავარი რისი თქმაც მე მინდოდა, ეხლა ქალბატონ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ უნივერსიტეტების ვითომ მიერთება, ეს არის დამღუპველი საქმე, ის ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს განათლების სისტემას, ამიტომ ჩვენ მე ბატონი ოთარი, ქალბატონი მანანა, ვაჟა ოთარაშვილი, კიდე მთელი ჯგუფი ადამიანების ჩვენ ვიწყებთ არაპოლიტიკურ ბრძოლას, არამედ ეს არის ბრძოლა განათლებისთვის, ბრძოლას, რომ გადავარჩინოთ ტექნიკური უნივერსიტეტი და ზოგადად საერთოდ გადავარჩინოთ ის განათლების სისტემის ის მდგომარეობა მაინც, რომელიც არის და ვიბრძოლოთ გაუმჯობესებისთვის და არა სრული განადგურებისა და მოსპობისთვის. მე მაინც ფიქრობ, რომ ეხა ბატონი ოთარი გვეტყვის ერთ-ერთ სიტყვას იმაზე, თუ რას ფიქრობს ის აი განათლების ასეთ რეფორმაზე, თუ ამას საერთოდ რეფორმა ქვია. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. მე აი ძალიან რა ვიცი შეწუხებული ვარ ამ ინფორმაციით და მარტო მე კი არა და მარტო ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები არა. უმრავლესობა მე ვისაც ვიცნობ, ყველამ რაღაცა გულთან ახლოს მიიტანა ეს სამწუხარო ინფორმაცია ფაქტიურად. მეგობრებო, აქ დაისვა კითხვა, გაერთიანება შეიძლება თუ არა ამ ორი სხვადასხვა მიმართულების, ასე რომ ვთქვათ. სხვადასხვა ფასეულებები აქვს, სხვადასხვა ტრადიციები აქვს. მართვის სტილი სხვადასხვანაირი აქვს. ასეთ მიდგომის დროს გაერთიანება რა ვიცი ჩემის აზრით მისასალმებელი არ არის. მე 57 წელი შესრულდა რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარ, რომ 79 წელს რო ჩავირიცხე, იმის შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ ტექნიკურ უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. ტექნიკური უნივერსიტეტი ინოვაციების და შედეგებზე ორიენტირებულია. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აქცენტს აკეთებს თეორიებზე, კრიტიკულ აზროვნებაზე. და ამათი კიდევ ვიმეორებ, ამათი გაერთიანება წარმოუდგენელია, ეს პირადი ჩემი აზრია. არა, ნებისმიერ უნივერსიტეტს თქმის თავის სკოლას, თავის მიმართულებას, თავის მეთოდოლოგიას, ტექნოლოგიას განათლების. ახლა არავის არ უჩნდება აზრი, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი უნდა გაერთიანოს ლონდონის უნივერსიტეტთან. ამ დროს ოქსფორდის უნივერსიტეტშიც და ლონდონის უნივერსიტეტშიც ძალიან ბევრი ფაკულტეტებია მსგავსი, ძალიან ბევრი სპეციალობებია მსგავსი. არსებობს განსხვავებული ფაკულტეტებიც და სპეციალობებიც, მაგრამ მეთოდოლოგია, სწავლის მეთოდოლოგიაც, ტექნოლოგიაც გააჩნია თავისი ტრადიცია, თავისებურებები. არავის არ უჩნდება აზრი, რომ მოდი ესენი გავაერთიანოთ და შევქმნათ უფრო მძლავრი ინსტიტუტი. აქ საერთოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც ამას იგონებს, ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვს განათლებას. ეს მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მოთხოვნაა, ჯერ კიდევ შევარდნაძიდან მოკიდებული. ეს არ არის ახლა არანაირად მსოფლიო ბანკის მოთხოვნა. როგორ არა, 5000 სტუდენტამდე უნდა დაიყვანონ. ეს არის ამ ხელისუფლების სურვილები.
არანაირად არა, მათი კარნახით. არც სოფლიო ბანკთან და არც სავალუტო ფონდთან დღეს ეს ხელისუფლება არ მუშაობს და არაფერ მსგავსი იდეები იქიდან არ როგორ არ მუშაობს? აქ არის ოფისი და მუშაობენ. ეს არის ამ ხელისუფლების იდეები, კაცო, არანაირად სოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი არ ეუბნება დღეს საქართველოს, რომ მოდი 5000 სტუდენტი იყოს ქვეყანაში. წერა ეს სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც ოღონდ არც ერთმა არ გააკეთა, იმან საერთოდ არ გააკეთა ის სააკაშვილმა ნაწილობრივ. ქალბატონ მანანა და ქართული ოცნების პირობებში მსოფლიო ბანკი 10 მილიონიანი პროექტი და კიდე სხვა დაფინანსება განათლების კუთხიდან. როგორ არ მუშაობს, აბა რა შეხარჯავენ ამ ფულს? მე გეუბნები მსოფლიო ბანკი არ ითხოვს ესეთ რაღაცას, ხა ნუ ეს არ არის საერთოდ არანაირი მსოფლიო ბანკის მოთხოვნა. ყოველ შემთხვევაში იყო ჩვენ ხო არ გასაჯარავებულა ეს მონაცემები გადაცემულია განათლების და მეცნიერების სამინისტროში. აბა მართლა ეხლა იმან არაპროფესიონალმა განათლებასა რო კავშირი არ აქვს, იმ მთავრობამ ხო არ დაამუშავა? რა თქმა უნდა, ამ მთავრობამ შექმნა ეს გეგმა. რა თქმა უნდა, ამ მთავრობამ შექმნა ეს გეგმა. ეს არის ამ ხელისუფლების კონკრეტულად ამ ხელისუფლების გეგმა. როცა იწყებდა კობახიძე მსოფლიო ბანკის აკაური უფროსი და რეგიონალური ჩამოვიდა და შეხვდა პრემიერსაც და ministrსაც. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ლაპარაკობდნენ განათლების სისტემაზე და იმაზე, რომ უნდა გავაერთიანოთ ერთმანეთთან ეს ორი ინსტიტუტი. ესეთ რაღაცაზე. არა, კონკრეტულად მაგორი ინსტიტუტის არა, მაგრამ გასულ წელს თქვა კობახიძემ, რომ ორი უნივერსიტეტი უნდა დარჩეს საქართველოშიო. ქესეუ და ქესეუ. იყვნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და აკეთებენ იმას. აი ახლა მე მოვიტანე ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური ცნობები, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო ჩვენი მაყურებლებისა და მსმენელისათვის და საზოგადოებისათვის. მაქსიმალურად დატვირთულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მე ავიღე უახლესი წლების 2023-24 სასწავლო წელს ანუ მოთხოვნა იყო ადგილებზე 3787. ეს ბაკალავრიატი და ჩარიცხვა მოხდა 3371-ის. ანუ 99-90% შეივსო და რაღაც 416 ადგილი 11% დარჩა შეუსებელი. 2024-2025 სასწავლო წელს 3978 ადგილი ჰქონდა აი კვოტები, რასაც ეძახიან მოთხოვილი. ანუ შეივსო 98%. ვაკანსია დარჩა 2%. ამაზე მეტი ადგილები რჩება აი იმ საქართველოს იმას რა ქვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2025-2000 სასწავლო წელს 4098 ადგილი იყო მოთხოვილი, აქედან 97% შეივსო, 97 და 2, 2.8, ნუ კაი დავამრგვალოთ 3%-მდე დარჩა შეუსებელი. მაგისტრატურა 2023-2024 წელს მარტო პროცენტებს ვიტყვი ხა დროში რომ მოვიგოთ, ჩარიცხვა 99% იყო და 10 ადგილი, ანუ 1% დარჩა თავისუფალი ვაკანსია. 2024-25 წელს 94% ჩარიცხვა იყო და 5.7% დარჩა ვაკანსია. 2025-26 სასწავლო წელს 95% და 3% და სადღაც 4.7% დარჩა ვაკანსია. ასეთი დიდი დატვირთვა არც თვით თბილისის სახელმწიფო უნდა გამოაქვეყნოთ თქვენ ბატონებო დასკვნა, რომელშიც იქნება ყველაფერი ხელისუფლებას მიმართავ. დღეს კი არა, აქამდე უნდა გამოგექვეყნებინათ და ახლა ჩვენი რექტორი და ჩვენი სამსახურების უფროსები შეხვედრაზე არიან სამინისტროში, ვინაიდან ministri აქ არ ბრძანდებოდა გუშინ, არ ვიცი ახლა დღეს ამდელი თუ ჩამოვიდა, ამიტომ ხდება ამ რეფორმების სპიკერი ამ გაბისონიაზე კიდე ცალკე მოგახსენებთ ბატონი ზვიად გაბისონია. ეხლა რა ხდება მობილობა 2023-24 წელს როგორი პოპულარულია ნახეთ 1500 გარე მობილობას ვამბობ 2025 წელს 1900 და 28 იანვარს გამოცხადდა გარე მობილობა სამინისტროს მიერ და ერთ დღეში
29-ში დილით გამოვიდა მიქანაძე და თქვა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გავაუქმეთო რა, ჯერ ერთი ეგეთი რამე სიტყვიერად, როგორ შეიძლება 398 სტუდენტი დაფიქსირდა ერთ დღეში და შემდეგაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მე გზაკვალი აურიეთ ხალხს და შემოიტანეთ შფოთვა და მასობრივი აშლილობა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დღეს 31 იანვრით კიდე გრძელდებოდა დარეგისტრირება და მატულობს რიცხვი. ეხლა ის ყბა აღებული ხალხი წერს, რა თქმა უნდა, უფრო თავიანთი დამქაშები, ფულ გადახდილი ბოტები, ტროლები და ქართული ოცნების პარტიული ოფისების თანამშრომლები, პარტიის აპარატის ხელფასიანი თანამშრომლები. წერენ, რომ აი როგორ შეიძლება გეგონება დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და იმდენი არც განათლება გყოფნით და ხმას ნუიღებთ და ნუ წერთ იმ საკითხებზე, ყველა ნუ იქეცით განათლების ექსპერტად, ეს არის ყველაზე ურთულესი სფერო და ყველაზე დიდი კანონმდებლობა. თითქოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ან საერთოდ ბავშვებმა, სტუდენტებმა და თანამშრომლებმა რამე დააშავეს. ჰუმანიტარული ფაკულტეტები რატოა? სახელმწიფომ გასცა ამაზე ნებართვა და იმიტოა რა თვითნებურადაა გახსნილი. ჯერ ერთი და მეორეს ერთი რომ არ იცით, მე არ მიყვარს არააკადემიური საუბარი, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს. წადით ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, ევროპის, ინგლისის, გინდა აზიური, რომელ უნივერსიტეტში არ არის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სამართალიც და ისიც. თეოლოგია და ისინი. ეს რა სალაპარაკოა? დანაშაულად რო უდევთ და მაკომპრომიტირებელს იმათ ნომერ პირველ ფაქტად უდევთ ტექნიკურ უნივერსიტეტს. ეს ორი უნივერსიტეტი არის საქართველოს განათლების სისტემის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დედაბოძი, თსუ და გპი, ამჟამინდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ხმა საერთოდ გააჩერეთ ეგ თითები და იმ ხელფას თუ იღებთ, სხვანაირად მომსახურეთ იმ ქართული ოცნების აპარატს. ესე იგი, თუ შეიძლება ხალბატონ მანნა. დანაშაულად უდებენ. კეთილი, ჩვენც მოგვეცით საშუალება რომ რაღაც თქვა. აი, უნდა გავაგრძელოთ ეს გზადაგზა გავაგრძელოთ. მოგეცემათ საშუალება. კიდევ სტატისტიკას. რამდენიმე განმარტება არის საჭირო. კვლავ მინდა ვთქვა, ძალიან მწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყანა აშენებს ფეოდალიზმს და ძალიან მწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც არ ცოდნა აქვს და არც განათლება, იკავებენ ყველანაირ თანამდებობებს და შემდეგ აკეთებენ სხვადასხვა ტიპის განცხადებს. სიტყვა უნივერსიტეტი თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ეს არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც უნივერსალურ განათლებას იძლევა სხვადასხვა მიმართულებებით. ნებისმიერი უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ჰარვარდი იქნება თუ სხვა, ამ უნივერსიტეტებში წარმოდგენილია ყველა ტიპის ფაკულტეტები, აბსოლუტურად ყველა. ღვთისმეტყველების ფაკულტეტები, სამედიცინო ფაკულტეტები, ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ფაკულტეტები, მათემატიკასთან დაკავშირებული ფაკულტეტები, ხატვასთან დაკავშირებული ფაკულტეტები. უნივერსიტეტი ქმნის ფაკულტეტებს იქიდან გამომდინარე, რა მოთხოვნა არის განათლებაზე და სწავლაზე, ეს ერთი. ამიტომ ის რომ ჩვენს უნივერსიტეტებში და ორი ყველაზე მთავარი უნივერსიტეტია თბილისის და ტექნიკური, ყველაზე დიდი უნივერსიტეტები, არსებობს ბევრი ფაკულტეტები, ეს არის დანაშაულია და არ არის არასწორი, ეს სწორია, ეს ერთი. მეორე, ცოდნის ამაღლება, მე განზრახ მინდა ამაზე ვისაუბრო. როგორ უნდა მოხდეს და როგორ ხდება საერთოდ ცოდნის დონის ამაღლება? სტუდენტების ჩართვით რეალურ საქმეში. აი მე შემიძლია ახლა ჩვენ სფეროზე ვისაუბრო, მაგალითი მოვიყვანე, რომელიც ვრცელდება ყველა სფეროზე. დღეს ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის ხელოვნური ინტელექტი. სინამდვილეში ეს არის ხელოვნური ინტელექტის იმიტაცია, მაგრამ ამაზე არაა საუბარი. როგორ უნდა ავამაღლოთ დონე? სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ციფრული ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ფაკულტეტებზე. აი ეს სტუდენტები იყოფა 20 კაციან ჯგუფებად და თვითეული ჯგუფი იწყებს ხელოვნური ინტელექტის საკუთარ სტუდენტური მოდელის შექმნას, საცდელი მოდელის შექმნას. ეს ჯგუფები დამოუკიდებლად მუშაობენ. თვითეული ეს ჯგუფი
იგონებს თავის ტექნოლოგიას და თავის მეთოდოლოგიას, თავისი ალგორითმით ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის საკუთარი მოდელის შექმნას, ვიმეორებ ეს თუ გინდათ სათამაშო, თუ გინდათ საცდელი მოდელი დაარქვით. პერიოდულად სამ თვეში ერთხელ ეს ჯგუფები ერთმანეთს ხვდება, უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რა გზით მიდიოდნენ, რას მიაღწიეს, ასე იქნება ცოდნა, როდესაც სტუდენტები ჩართული არიან კონკრეტულ საქმეში. მე მინდა გითხრათ, რომ აი არსებობს ესეთი პროგრამირების ენა, პასკალი ქვია, ძალიან ცნობილი მსოფლიოში ენა, რომელიც სტუდენტებმა შექმნეს. სტუდენტებმა აი ზუსტად ესეთი სქემით. ჩვენ დროსაც ესე იყო სწავლა. ყოველთვის ჩვენი სტუდენტები, მეც მათ შორის ჩართული ვიყავით კონკრეტული რაღაცა მოდელის შექმნაში და ჩემ დროს მაგალითად ეს მოდელი თავიდან სათამაშო მოდელი იყო და მერე ეს იყო კონკრეტული სისტემა, რომელიც მაშინ თბილისის მერია არ ერქვა, თბილაღმასკომი ერქვა, დაინერგა რეალურ ცხოვრებაში ეს სისტემა. ცოდნის ამაღლება ხდება იმ გზით, რომ სტუდენტები ქმნიან საცდელ პროექტს, ნამდვილი პროექტის საცდელ ვარიანტს, რომელიც ხშირად გადაიზრდება ნამდვილ პროექტში. ასე ვიღებთ ჩვენ ცოდნას. უნდა აღსდგეს ეს სისტემა. კვლავ მინდა ვთქვა და ეხლა ქალბატონ წილოსანს მინდა უთხრა. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აღზარდა პროგრამირების სფეროში პირველი სოციალისტური ქვეყნების ჩემპიონი, პირველი მსოფლიო ჩემპიონი, იმის მერე ჩვენ ყოველ წელს გვყავდა ან მსოფლიო ჩემპიონი, ან მეორე პრიზორი, ან მესამე პრიზორი. ასევე ევროპაში. ჩვენი გუნდი იმარჯვებდა ყოველთვის და ძირითადად ეს ჩემპიონები იყვნენ სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის აღზრდილები და არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თუმცა იქიდანაც იყვნენ. უფრო მეტი იყო ტექნიკური უნივერსიტეტი. რომ იცოდეთ და საბჭოთა კავშირი მაშინ მეორე კი არა ეჭიდავებოდა ამერიკას, ყველაზე ძლიერი ქვეყანა იყო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი პროგრამირებაში ჩატარდა ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, არა თბილისის უნივერსიტეტის ბაზაზე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქალბატონ ნინოს ურჩევ, რაც არ იცის, იმაზე არის საუბროს. მე სპეციალურად მოვამზადებ. რამდენი საუბროს? თელი ქართული ოცნების პარტაპარატი და დეპუტატები და სულ ყველა წერენ იმას. მე სპეციალურ გადაცემას გავაკეთებ იმის თაობაზე, თუ ვინ ცნობილი მეცნიერები სახელმწიფო მოღვაწენი გაზარდა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომ დაინახოს აი ამ ქართული ოცნების პროპაგანდისტებმა, რაზე საუბრობენ ისინი. და ეხლა უყურეთ, რა არის ეხლა კვლავ მინდა ვთქვა, ვაჟას მინდა რომ მივცესით, კვლავ მინდა ვთქვა. ერთი წამით რა აი მოითმეთ, ქალბატონ მანა, დაამთავრებინეთ აზრი. რა მინდა ვთქვა? ჩვენ ვიკრიბებით იმიტომ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ჭირდება გადარჩენა. მე მინდა დღეს თქვა, რომ ჩვენ ვქნით ჯერჯერობით ჯგუფს იმ ხალხისა, სადაც გაერთიანდება ის ხალხი, ვინც ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეხებაში იყო და ვიბრძოლებთ ტექნიკური უნივერსიტეტის გადასარჩენად, ეს არ იქნება პოლიტიკური მოქმედებანი, მაგრამ ჩვენ მოუწოდებთ, რომ გავერთიანდეთ ყველა ის ხალხი, ვინც ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ვის ცხოვრებასაც ძალიან ხანგრძლივი შეხება ჰქონდა ტექნიკურ უნივერსიტეტთან, გაერთიანდენ აქ ყოფილი პროფესორ-მასწავლებლები და ამჟამინდელი, გაერთიანდენ სტუდენტები. ჩვენ ვქნით მოკლედ მოძრაობას ტექნიკური უნივერსიტეტის გადასარჩენად და აი დღეს ეს გადაცემა სწორედ ამას ეძღვნება. და რა არის იცით საგანგაშო ესენი ავრცელებენ ას რომ აი რა დაშავდო იგივე ის წილოსანი რა კარგია რომ წარმოდგენა არ აქვს ისეთი პროგრამებს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რომელსაც საერთოდ ვერც შეერწყება ვერც გაერთიანდება და ვერც განათავსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე ჩამოვთვლი ამ პროგრამას ბატონ დავიდა კარგი იქნება თუ ამას გამოვიტანთ მე მშენებლობა ყველა პროგრამას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ რა მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერია, წყლის ინჟინერია, წყლის რესურსების ინჟინერია, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია, გარემოს დაცვითი ინჟინერია, სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია, ბიო-ნანო, კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა, მეტალურგია, აგროინჟინერია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, სასურსათო ტექნოლოგია, სურსათის უვნებლობა, ტრანსპორტი,
ლოჯისტიკა საინჟინრო, საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია, სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია, მექანიკის ინჟინერია, მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია, საავიაციო ინჟინერია, მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ ინჟინერინგი, ბიოსამედიცინო ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო ფიზიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია და სამედიცინო ინფორმატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ქუთაისის უნივერსიტეტთან, აკაკი წერეთლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია წამყვანი, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა. მეტალურგია, მასალათმცოდნეობა, არქიტექტურა, რომლის მსგავსი არც ერთ უნივერსიტეტს არ აქვს. ყველგან გახსენით მშენებლობა და არქიტექტურა, რადგანაც მოდურია. როგორ შეიძლება მშენებლობა და არქიტექტურა პრემიერს მიმართავ, თქვენ სამართალს რო დასდევთ, მოხსენით ყველგან აკრძალეთ ეს მშენებლობა და არქიტექტურა და იყოს მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ადგილზე დატოვეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩვენ მივახცევთ მიზანს ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები, სამთო ტექნოლოგიები, ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა. აი ბატონო დავით, ამან იტრიალოს აი იმ ხალხის გასაგებად ეს არის ის, არც მინისტრმა არის ეს ბატონო დავით. მე მინდა შევახსენო, კიდევ ერთი დამატება გავაკეთო, მინდა შევახსენო ამ ხელისუფლებას, რომ 1986 წელი იყო თუ არ ვცდები, UNESCO, მაშინ ძალიან შორს იყო UNESCO საბჭოთა კავშირისგან, მაგრამ ერთადერთი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც UNESCO-მ შექმნა საბჭოთა კავშირში, შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო UNESCO-ს ლაბორატორია, საბჭოთა კავშირში ერთადერთი. ეს თუ არ ვცდები 1986 წელს მოხდა. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, ეხა UNESCO-ში ვერაფერს ვერ ჩააწყობდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის დონე იყო ძალიან მაღალი. ამას ვამბობ იმ ხალხისთვის, ვისაც საერთოდ არ ესმის რა არის ეს ერთი კითხვა მინდა ბატონო დავით და მე დაამატე ამაზეა მიბმული. უყურეთ რა ხდება ბატონო დავით. ეს პროგრამა ერთი წუთი მთელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი როგორ უნდა იცით? ფაკულტეტები და ის კი არ მიერთდება. იქ ფაკულტეტები კი არ იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეც ახლა გავიგე 2 დღეა ეს. ყველაფერს შეყრიან ერთად. და დაეკვირვა საინჟინრო სკოლა. აი მითხარით ჩვენ ეს გვესმის კაცო, მალე სამხატვრო აკადემიასაც მივერთებენ, მე ვფიქრობ, კონსერვატორიასაც და თეატრალურსაც და სოფლის მეურნეობასაც და ბოლოს ერთი რაღაცა გაკეთება, გასაგებია. არა, აი ამდენი პროგრამა. ბატონ ვაჟას მივცეთ საშუალება. როგორ იქნება ერთად? აი თქვენ ეს კითხვა გთხოვთ გამცეთ პასუხი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს და მაინტერესებს ბატონი დავითის აი არაფერი არ იქნება სისულელია რა უნდა გითხრე ხე ეს გაერთიანება არის სრული სისულელი ამ ხალხმა არ იცის რას აკეთებს კაცო კეთილი ბატონ ვაჟაც გთხოვთ ჩვენ რა თქმა უნდა ვეთანხმები ამ სტატისტიკას რაც წარმოადგინა მანანამ ძალიან კარგად იციან რასაც ანგრევენ ეს არის განათლების დღევანდელი ხელისუფლების განათლების ანტიეროვნული სახელმწიფო პოლიტიკა. აი ამ კუთხით უნდა შეხედოთ. თორე ძალიან კარგად იციან რომ უნიკალური სპეციალობებია. შესანიშნავი მაგალითი მოიყვანა ბატონმა დავითმა 1986 წელიო. აი ერთს ვიტყვი ერთი წამით რა არიციან. ბატონი გოჩა ჩოგოვაძე იყო იუნესკოში ინფორმატიზაციის სექტორის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იუნესკოსი. ეს შემთხვევით კი არ მოხდა აქ კაცო. ანუ იმ დიდი დამსახურებული სკოლის შედეგად, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის ავტომატიკის და გამოთვლილი ტექნიკის ფაკულტეტს, მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრას, ქონდა ეს წარმატებები მსოფლიო დონეზე. მართალი ბრძანეთ, ვინ ჩააწყობდა მაშინ იუნესკოში, რომ არა იქ რა ჩვენი პაპები იყვნენ თუ ბებიები. ეს აღიარებული სკოლა იყო და აი ამ აღიარებულ სკოლას ანგრევენ. ეხლა რაც შეეხება გაერთიანებას. მე მინდა გაგახსენოთ ამ ანტიქართული ხელისუფლებების სვლები. სააკაშვილის ხელისუფლებამ გააერთიანა ბიბლიოთეკები და შექმნეს ბიბლიოთეკათა გაერთიანება. რა მივიღეთ? ყველა სოფელში სადაც იყო ბიბლიოთეკა დაინგრა და ქართული წიგნები სად სადაფებში ყრია და სად ჯანდაბაში დაიკარგა ღმერთმა უცხის.
ასე გაერთიანეს ექსპონატებიც უამრავი დაიკარგა. და ექსპონატებიც უამრავი დაიკარგა. ამ გაერთიანების შედეგად სამუზეუმო გაერთიანებები შექმნეს, უამრავი ექსპონატი დაიკარგა. უნიკალური ექსპონატები, რომელიც ჩვენი ქართველი ერის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. გაერთიანეს ყოფილ სულხან-საბა ორბელიანს ილიაონი დაარქვეს, ყოფილ პუშკინის ინსტიტუტს მიუერთეს აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტი, მის უცხოენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, კულტურის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტი, ფიზკულტურის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტი, კვლევით ინსტიტუტები ძალიან ბევრი აქვს უამრავი კვლევით ინსტიტუტი, აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტი, ერთი წამით, სადაც ეს უნდა ითქვას. ერთი წამით მანანა დავასრულო, ხო არ გიშლით? არა, უბრალოდ ჩაგეთეთ რეპლიკა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მეტი მიუერთეს ილიაონს. ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტზე მეტი. ეს მოდი ილაპარაკე, მაშინ მე დავკავე. არა, ნუ ილაპარაკე, მაშინ მარტო შენ იყავი გადაწყვეტილი. შეგაწიეთ სიტყვა რომ უფრო მეტი ვასრულებ და მე შემიძლია შეგაწიო სიტყვა. ამისთვის არ მოვედი მარტო რომ ისა გიყუროთ ისა. მე ჩემი სათქმელი მაქვს, არა, რომელსაც შენ ვერ იტყვი. რა საჭიროა მაგის გაგრძელება? იმიტომ რომ ესე იგი, ნახეთ, დაშალეს აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტის უნიკალური სკოლა. მთელი ირანოლოგიის, თურქოლოგიის, მთელი უნიკალური სამეცნიერო ჯგუფები. უცხოენათა პედაგოგიური ინსტიტუტის დაშლამ გამოიწვია ის, რომ დღეს დეფიციტია, თქვათ, ვიღაცამ რომ იცოდეს იტალიური, ვიღაცამ რომ იცოდეს ფრანგული, ვიღაცამ რომ იცოდეს იაპონური, ვიღაცამ რომ იცოდეს ესპანური, ხელით საძებნელია, რუსულზე აღარ არის ლაპარაკი. კულტურის ინსტიტუტი, სადაც უდიდესი გრანდები, ჩვენი კულტურის გრანდები კითხულობდნენ ლექციებს, ეს იქნებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი, ვახტანგ ჯავახეთს თუ სხვები და სხვები. აი ეს ხალხი, ესე იგი, მოსპეს უცბად ყველაფერი. ამ გაერთიანებით. აი იგივე ხდება ახლა აქაც. იგივე ხდება, იმიტომ რომ თვითონ განათლების სისტემის დანგრევა ხდება, ეს არის მსოფლიო გლობალიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ ერთიანი მსოფლიო მთავრობა უხელმძღვანელებს, აი ეს უნდა ითქვას, ეს პროცესი შემთხვევითი არ არის. ერთიანი მსოფლიო მთავრობა უხელმძღვანელებს ყველაფერს. და ეს გაერთიანებებიც ამ კუთხით ხდება. და არა იმიტომ, რომ რაღაცა ის არის, რა ქვია, ქვეყნისთვის სიკეთე, არაფერი სიკეთე არ მოაქვს. აბსოლუტურად გეთანხმები იმ სტატისტიკაში, იმ წარმოდგენილ ინფორმაციაში, რომელიც აჩვენე მოსახლეობასაც და ხელისუფლებასაც. ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა ეს ძალიან კარგად იციან. ძალიან კარგად იციან ის მაგალითი რომ მოვიყვანეთ ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი როგორც საგანი ახლა ყველა ჩვენ გპl-ები ვართ. ჯერ კიდევ 80-იან 85, 86 წლებში ჩვენ კათედრაზე ისწავლებოდა ხელოვნური ინტელექტი, რობოტოტექნიკა და თქვენ თვითონ ქმნით და ბატონოჟა, აი დიდი ბოდიშის მოხდით. ბატონო დავით, თქვენ რო თქვით ხელოვნური ინტელექტზე 77 წელს თუ გახსოვთ, საკავშირო კონფერენცია ჩატარდა ხელოვნურ ინტელექტში 48 წლის წინ. ბატონ გოჩა ჩოგოვაძეს თანათავმჯდომარე მთელი მსოფლიო გრანდები ჩამოიყვანა. კი და რამდენი ხალხი იყო ჩამოსული 48 წლის წინ ეს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამას გაუსვათ. კი დღეს კი ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი საკავშირო ეს არის ის ახლა ქალბატონმა წილოსანმა და ამაში ასა. ეხლა მეორე საკითხი გუშინ გავცელდა სოციალურ ქსელში, მე მანასაც ვესაუბრე ამის თაობაზე. ძალიან სწორი მოსაზრება ბატონი მიხეილ ჯიბუტის, ეს არის ცნობილი პროფესორი, აკადემიკოსი, ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტის წევრები, რომელმაც დააყენა საკითხი პირდაპირ რომ აქ რის საფუძველზე მიიღო ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა მიქანაძემ ეს გადაწყვეტილება რაღაცა ჯგუფის სახელით რომ ლაპარაკობსო. რა სამართლებრივი საფუძველიაო? ეს არისო პირდაპირ აცხადებს ბატონი მიხეილ ჯიბუტი, რომ ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თანამდებობის გადამეტება და ის ჯგუფი, რომელიც ამას დაეთანხმა ამ დანაშაულებრივ წინადადებას, ეს არის გამოსაძიებელი და სისხლის სამართლის საქმე აღსაძრელი. იმიტომ რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ასე დააყენა ეს საკითხი. ჩემი აზრით არაფერი საფუძველი არ არის, ბატონმა კობახიძემ მოიფიქრა ეს და დაავალა ბატონ მიქანაძეს და აი ეგ არის. არაფერი საფუძველი, ხუთი კაცი შეიკრიბება იქ,
ობახიძე მიქა არ ვიცი ვინ არიან ხო ვიცი უფრო სწორედ ეს ხუთი კაცი შეიკრიბება და ესეთ გადაწყვეტილებებს ღებულობენ ისევ გავაგრძელებ ამ შთამბეჭდა სტატისტიკურ ცნობას იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე რო გამოვდიოდით ჩვენ და გქონდა სერიოზული სარჩელი შევარდაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მტკიცებულება ნახეთ მე იმ პროგრამებს მიუტრიალდები ეს ის იმ პროგრამა ნაწილია ჩემო ძვირფასებო იმ პროგრამებიდან ნაწილია, რასაც ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს და მე წავიკითხე ეს 39 პროგრამა ისეთი, რომლის მსგავსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს. ვერც გაერთიანდება, ვერც შეერწყება, ვერც შეთავსდება, ვერც ვერაფერი და თქვენ თუ გონიათ იქ შენობებს გამოდე, ეს პროგრამები გაშლილია თელ ამ კორპუსებში, რაზეც თვალი გიჭირავთ. სააკაშვილიდან მოყოლებული დღემდე იგივე დადგა. ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები 553 ხო დაიწყეთ რატო შეიძლება იყოს ჰუმანიტარული? კაი ბატონო, თანახმა იყო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომ წაეღოთ ეს, ხო? 553 სტუდენტი 7 პროგრამა. სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, ინფორმაცია 1662 სტუდენტი 13 პროგრამა. ბიზნეს ადმინისტრირება. ეხლა აქ უნდა გავსაზღოთ ბიზნეს ადმინისტრირება, რატო უნდა წავიდეს სადმე? აი ისა ბიზნეს ტექნოლოგიები, დიდი პროგრამის სახელით მთლიანად ფაკულტეტი. ტექნოლოგიები ყველაფერი უნდა გადმოვიდეს TSU-დან STU-ში. და ყველა იმიდან, რა ქვია, თუ აკეთებთ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ტექნიკურ ունივერსიტეტში უნდა მოიყაროს თავი ყოველგვარმა ტექნოლოგიამ. არა, საერთოდ ეს მიდგომა არაა სწორი. არ უნდა იყოს ეს მიდგომა, ხო, მაგრამ ზუსტად ამას უნდა შევებრძოლოთ. არ არის ეგ სწორი. 1572 ბატონო დავით. მე მეგონა უფრო მეტი იყო. 4909 სტუდენტიდან 1572 სტუდენტი სწავლობს სამართალზე. 3327 სტუდენტი არის ბიზნეს ტექნოლოგიების და 27 პროგრამა ემსახურება. და მიქონდათ აქედან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა, სტატისტიკა, აი ამაზე იყო ხელების გადაგრეხვა და ერთი ამბავი გაიგიჟა თავი თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რატო უნდა განახორციელოთ თქვენ, რაც გაქვთ გეოლოგია და რაღაც იმის ინჟინერ ჰიდროლოგია და გეოლოგია გეოლოგიის პროგრამები, გარემსმცოდნეობა, ოღონდ ინჟინერიის კუთხით, ქიმია, მათემატიკა და ისე. კარგი, ესეც რო დაეთმოდა წაგეღოთ 542, არა, ისინი რისი წამღებები იყო, მთავრობას მიმართავ. ეს არის 11 პროგრამა. ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა 8555 სტუდენტი, 82 პროგრამა. აბა თუ არა რო აწერინებ თქვენ პარტფულიან გადახდილ აქტივისტებს, არაფერი არ არის ჰუმანიტარულია და აღარ გავს უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტს. ერთი წამით რა, კვლავ უნდა ვთქვა, ჩვენ ვთქვით. უნივერსიტეტი ეს არის უნივერსალური დაწესებულება განათლებისა. ამ უნივერსიტეტებს ორივეს, თბილისისაც, ტექნიკურსაც აქვს თავის ტრადიცია, თავისი სკოლა და უნდა გაგრძელდეს სულა ზუსტად იმ გეზით და გზით, რაც მათ აქვთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ცოდნის დონის ამაღლებაზე და არ უნდა ვიფიქროთ ესეთი სისულელე, რომ რომელიმე ერთი ინსტიტუტის მეორესთან მიერთება ამაღლებს ცოდნის დონეს. ცოდნის დონეს ამაღლება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სტუდენტები იყოფიან ჯგუფებად და ისინი იწყებენ რეალური საქმის კეთებას საცდელი პროექტების სახით. რეალური ყველა სფეროში არა აქვს ამას მნიშვნელობა ეს პროგრამირება იქნება, თუ ეს მათემატიკა იქნება, თუ ეს ჟურნალისტიკა იქნება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც უნდა ჩაერთონ რეალურად, უნდა მოვიდნენ ობიექტივში, სტაჟირება გაიარონ, ჩაერთონ რეალურ მუშაობაში. სწორედ რეალური მუშაობის პროცესში ხდება ცოდნის დახვეწა და დონის ამაღლება. აი ამის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, რაზეც უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ და არა რაღაცის რაღაცასთან მიერთება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის აზროვნება, რომ აი მოდი ახლა ყველგან ერთი ფაკულტეტი, ყველა ფაკულტეტი ერთმანეთს მივიერთოთ და ერთი არქიტექტურის ფაკულტეტი კონდეს თბილისში. ეს არის სრული სისულელე, კვლავ ვამბობ. სტუდენტები იყოფა ჯგუფებად და ისინი ქმნიან საკუთარ სამუშაოს. ერთ ფაკულტეტზეც რო იყოს 1000 სტუდენტი, 20 კაციან ჯგუფებად უნდა გაიყოს. აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ერთი ფაკულტეტია, 5 ფაკულტეტია თუ სხვადასხვა ინსტიტუტებშია. ამ ადამიანებს ამ საქმის მესვეურებს არ ესმით უბრალოდ რა არის განათლების სისტემა, არ ესმით, აი ბუნებით არ ესმით და კიდე ბიძინა ივანიშვილის შექმნილი ბატონო დავით. ერთი წამი, კიდე რა მინდა ვთქვა. პრემიერ-მინისტრი რო იყო, მაშინ ხო შექმნა? კიდე რა მინდა ვთქვა. მინდა რომ საზოგადოებას უთხრა.
ამ ხელისუფლებას ამოძრავებს სულ სხვა მიზნები, მე გეუბნებით, რომ ეს არის შიდა მიზნები, აქ არაა მსოფლიო არაფერ შუაში. ეს ხალხი აშენებს ფეოდალურ საზოგადოებას. აქ იქნება ფენა, უკვე შეიქმნა ხალხის, რომლის ხელში არის ყველაფერი. ყველაფერი, ბიზნესი ამათ ხელშია, ფული ამათ ხელშია, განათლებაც უნდა იყოს ამას ხელში და ცოდნა უნდა მისცემ მხოლოდ თავის შვილებს და ბიძაშვილებს. ეს არის მიზანი. მიზანი არის, რომ დანარჩენი ხალხი იყოს ყმაგლეხი, გაუნათლებელი, ნარკომანი, ერი, რომელმაც არაფერი არ იცის და ამას აკეთებენ ესენი, სხვას კი არაფერს. ამას აკეთებენ ყველა ფეოდალური სახელმწიფო ესეა, ამიტომ მსოფლიო მოერია ამ ფეოდალიზმს და ჩვენ ახლა ვბრუნდებით უკან. ამასთან ბრძოლის გზა ერთადერთია, რომ სტუდენტებიც აუცილებლად ჩვენს ყოფილი პროფესორ-მასწავლებლები, ამჟამინდელი პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რომ გადავარჩინოთ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე თბილისის უნივერსიტეტი. მე უნდა გითხრათო, თბილისის უნივერსიტეტში ზუსტად ჩვენერვით იმათაც არ უნდა, იმათაც ესმით, რომ ეს არის უბედურება, არავის არ უნდა. ამიტომ აი ესეთი მოძრაობა უნდა შევქმნათ, დღესვე უნდა შევქმნათ და ყველას მოუწოდოთ, მიშა იქნება ჯიბუტი ჩვენი მეგობარი თუ სხვა ვინმე, რომ გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ამ უნივერსიტეტების გადასარჩენად. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი ფუნქცია და სტუდენტებმა უნდა გაიგონ, რომ ამაში უნდა ჩაერთონ. სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია. ეს თქვენი პირველი პრემიერი რო იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აგრარული მეცნიერებები, ბენდუკიძეს რობერტ წაართო აქ გახსნა. 1579 სტუდენტი არის, 16 პროგრამა. ამას საერთოდ ამას თესეუსაც არ უერთებენ, სადღაც აგდებენ ამ სიმწრით შექმნილ ამ ხელა ძვირიან იმას, სადღაც სოხუმის უნივერსიტეტს აძლევენ. ან უნდა დანაწილდეს რაღაცა, ზოგს გორში გადატყორცნიან, ზოგს თელავში, ზოგს არა, თქვენ ხართ დასაჭერები, თქვენ ხართ მავნებლები. თქვენ რეფორმას კი არ აკეთებთ, კაცო, და პროგრესისკენ წინსვლას. თქვენ ხართ სახელმწიფო დამნაშავეები. პირიქით, ანტირეფორმა, რომ სამართლებრივი ჯანდაცვა და სოციალური კეთილდღეობა 103 სტუდენტი და 2 პროგრამა, მომსახურება 482 და 7 პროგრამა. აი ესენი ყველაფერი რომ წაეღოთ, ჩემო ძვირფასებო, ეს გროვდება მაინც რჩებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 16653 სტუდენტი. ყველაფერი რო წაეღოთ, რისი წაღებაც არ გვეკუთვნოდა მაინც. და 4914 სტუდენტი ხო, მიდიოდა, მეტი კი არა. და ხალხს ეუბნებიან ისე და წერენ ეს პარტ-აქტივისტები, რომ თითქოს რაღაცაში ტექნიკური უნივერსიტეტი დამნაშავეა, თითქოს თავის ფუნქციას და გზას აცდენილი იყო და 1000 სტუდენტი რაც ყავს ჰუმანიტარული ფაკულტეტების და ეს 17000 სტუდენტი და მეტი რატომ უნდა წაიღოს გეოლოგია და ისა, თუ გეოლოგიას არ გაატანდნენ 17195 სტუდენტი. აი ძალიან საინტერესოა, რას მინდა დააკვირდეთ, ნახეთ. ეხა ვიტყვი ძალიან საინტერესო რაღაცას. არავინ არ მიაქცია ყურადღება, რომ ამ დღეებში კატასტროფული კანონის ინიცირება დაიწყეს, არ ვიცი მიიღეს უკვე თუ არა, რა კანონზეა საუბარი. თუ შენ თქვათ ხარ ფიზიკოსი ან პროგრამისტი და თუ შენ და მაგალითად Microsoft-მა მიგიწვია რაღაც პროექტში და იღები ხელფას და ეს საგრანტო დაფინანსებაა და თუნდაც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობ და ვთქვათ იმუშავე 6 თვე. მერე წამოხვედი ამ პროექტიდან, დაუბრუნდი აქ ცხოვრებას და მოგინდა პოლიტიკურ პარტიაში შესვლა. ან საჯარო გამოსვლები საზოგადოებრივ ასპარეზზე. არ შეიძლება ამის გამო ხელისუფლება დაფიქრდება და ან დაგაჯერიმებს, ან დაგიჭერს, ან მოგცემს უფლებას. დააკვირდი, ეს ხდება იმის პარალელურად, რომ ხდება უნივერსიტეტების გაერთიანება. ანუ მიზანი რა არის? მიზანი ისაა, რომ არანაირ საერთაშორისო პროექტებშიც არ იმონაწილეო. არსად არ უნდა იმონაწილეო, ანუ ცოდნა პირიქით არ უნდა მიიღო. ეს უნდა ამათ არ უნდა მიიღო ცოდნა. ანუ მორიგი ფაშისტური რეჟიმი მივიღეთ ქართული ოცნების, ღიად უნდა ითქვას, რომელიც არის ქართული სახელმწიფოს დამანგრეველი, იმიტომ რომ თუ შენ მომავალი თაობა განათლებული არ გეყოლება, თუ შენ მომავალ თაობას კომუნიკაცია არ ექნება მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო წრეებთან, თუ ჩვენი მომავალი თაობა ვერ მიიღებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, აქ არ არის მარტო ჩვენზე ლაპარაკი, ესე იგი გამოდის, რომ მართალი ბრძანეთ ჩაკეტილი ფეოდალური სახელმწიფო, რომლის სათავეში ეს ჩიჩილაკ ბრძენი კობახიძე იქნება და
და აი თავისი ეს ჯოგი, რომელსაც ქართული ოცნების ხელმძღვანელობა ქვია. აი ეს არის ქვეყნის დაქცევა. აი ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა და ამ კუთხით უნდა მივიღოთ, თორე ის სტატისტიკა ძალიან კარგად იციან. უამრავი წარმატება რო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაფერი არ იციან. 500 ძალიან კარგად იციან. 500,000 კურსდამთავრებული ყავს, მისი აშენებულია ენგურგესი, ხუდონგესი, გვირაბები, გზები, შენობები და ასე შემდეგ. სპორტის სასახლე თუ ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგი, ყველასთვის ცნობილია, თუ დებილები არ არიან, მართლა და წერა-კითხვა არ იციან, შეიძლება ზოგიერთმა არ იცოდეს წერა-კითხვა, მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ ხო ვეუბნებით და ვიმეორებთ ყოველ გადაცემაში. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების გაკეთებულია. ეს აღმოჩენებიც ეს გამოგონებებიც და ეს მიღწევებიც არის GPA-ის იმდროინდელი და დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურება, მაგრამ აი ეს გაერთიანების პროცესი, ეს მსახრალი გაერთიანების პროცესი, ემსახურება შენობების ხელში ჩაგდებას და გაყიდვას. ნახეთ, თვით პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ეს მთელი შანტრაბა აცხადებს, რომ იცი რა, ეს შენობა უნდა დავცალოთ და სადღაც კუკიაზე უნდა ავაშენოთ აკლდამა. ნეტა აღარ გამოვიდნენ იქიდან საერთოდ. რატო? მიზანი იგივეა, რაც გააკეთა მიშა სააკაშვილმა 168 მილიონი გადაყარეს და ქუთაისში ააშენეს პარლამენტის შენობა, ხო? ეს უნიკალური შენობა, რომელიც მართლაც არქიტექტურის შედევრია. ზოგიერთი იდიოტი გამოვარდება და იტყვის, აქ ეკლესია იყო და ეს დავანგრიოთ და ეკლესია ავაშენოთ. ეს რუსების აშენებული ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია და მისი ნაშთები არის ბუნკერში, ვისაც უნდა აღდგენა, ჩვეულებრივად აღდგება ის სიმაღლე ჭერია, ჩვენ ყოფილ პარლამენტარებს ნანახი გვაქვს ეს და გვინახე და სატელეს დაგვინტია იქ. და ანთე ჩვეულებრივად და გააკეთე სამლოცველო. არავინ არ გიშლის ამას. მისი არქიტექტურული გადაწყვეტა შიგნით შეიძლება. მაგრამ თვითონ უნიკალური პარლამენტის სამთავრობო შენობის დატოვება, დანგრევა და გასხვისება შეიძლება? ეს ის პროცესია, რომელიც აგრძელებს ამ პროცესს. არაბებს მისცეს კინოთეატრი რუსთაველი, ხო? ვინმე წარმოიდგენდა 20 წლის წინ, რომ ნომერი პირველი კინოთეატრი იყო, თუ სადმე ესე იგი, შედევრი ფილმის პრეზენტაცია ხდებოდა, ეს იყო კინოთეატრი რუსთაველი. თუ არქიტექტურული უნიკალური შენობა იყო, იმელის შენობა, შეიძლება ყაზახებისთვის მიეცათ? და ვიღაც უცხოელებისთვის. ეხლა რო ჩახვიდე არაბებისა. ხო, კი, და შენ ჩახვიდე ივერია და ის ივერია. შენ ეხლა ალმატაში რო ჩახვიდე აბაის მოედანზე რო დგა ტიანშანი, რომელიც სიამაყე ხა. შენ ახ გადაგარქმევენ სახეს და მას დაგარქმევენ საქართველოს. ეხლა ჩვენი დრო აი ამაზეა ლაპარაკი სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით უნდა ეს არის ქართული სახელმწიფოს ღალატი. ამ ჩვენი დრო ამოიწურა მე ვგულისხმობ ამ საათის დრო ჩვენ გავალთ შესვენებას და დაგებრუნდებით დაახლოებით 7 წუთში.